Stop. დღეს ჩვენ ვეწოვით მთაწმინდას, რათა ჩვენი საყვარელი პოეტებისა და მწერლების საფუძვლად მოვინახოთ და მწერლები დღეს ჩვენ ვეწოვით მთაწმინდას, რათა ჩვენი საყვარელი პოეტებისა და მწერლების საფუძვლად მოვინახოთ და ყვავილებით შევაკროთ. მთაწმინდის სახელი მამა დავითისთანაა დაკავშირებული. მამა დავითი მე-7 საუკუნეში ასურეთიდან ჩამოვიდა. იგი პირველ მთაწმინდა და თავისი მოწაფე ლუკიანესთან ერთად ცხოვრობდა. ის კვირაში ერთხელ ჩამოდიოდა თბილისში საკადაგებლად. მან თავისი ქადაგებითა და ლოცვით ბევრი ცეცხლთაყვანისმცემელი მოაქცია. განრისხებულმა მეგობრებმა ორსული რედაკაცი მოიწყვეტეს, რომელთანაც მამა დავითს მუშაობა დასწავლეს. მამა დავითმა მაშინ თქვა, თუ ეს ჩემი შვილია, ცოცხალი იშვას, თუ არა და ამ ქალმა ქვა შვასო. ამ ქალმა ვარსკვლავს ქვა შვა, ამიტომაც ეს ქალი ქვით ჩაქოლეს. იმ ადგილას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია აშენდა, რომელსაც დღეს ქაშვეთი ეწოდება. გამოცხადა ოფიციალურად წერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პარტია.
ღმერთი რომ კაცს ქვეყანას მოწყალების თვალით გადმოხედავს, მოულენს ხოლმე კაცს პოეზიის მადლით ცხებულსა, რომელიც იტვირთავს მოსარჩლეობას, მამულისა, ენისა და სარწმუნოებისა. სწორედ ასეთი ადამიანი იყო ილია ჭავჭავაძე. იგი დაიბადა 1827 წელს კახეთში, სოფელ ყვაელში. მისი დედ-მამა გახდნენ თავადები. მამა გრიგოლ ჭავჭავაძე დიდად განათლებული პირი გახდათ. დედა მარიამ მებურიშვილი ქართული ლიტერატურის მცოდნე ყოფილა. ილიას დედა ბავშვობაშივე გადაეცვალა. მალე მამაც, ობოლ ილია და მისი და-ძმანი მამი და მაკინემ წაიყვანა აღსასრულებლად. იგი როცა წამოიზარდა, შეიყვანეს თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში. შემდეგ უნდა წასულიყო პეტერბურგში სასწავლებლად. ამ დროს დაწერა მან ლექსი ყვალის თემს, რომლითაც საქართველოს ემშვიდობება. სწავლის დასრულების შემდეგ ბრუნდება სამშობლოში. იმ დროს ქართველები წერდნენ და კითხულობდნენ რუსულად. ამიტომაც ილიამ და მისმა მეგობრებმა ჩამოაყალიბეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, სადაც ასწავლიდნენ ქართულად წერა-კითხვას. იმ დროს საქართველოში დადიოდნენ რუსი ჩინოვიკები.
კრიტიკები, რომლებიც სრულიად ადასტურებდნენ ქართულ ენას. ამიტომაც ილიამ დააარსა თეატრი, სადაც ითმობოდა პიესები ქართულად საქართველოს საჭიროებო თემებზე. ილიას ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა. 1907 წლის 30 აგვისტოს საქართველოს უმძიმესი დღე გაუთენდა. უძველესი ქალაქის მცხეთის სიახლოვეს წიწამთან მოკლეს ილია ჭავჭავაძე. საქართველოს მტრების ნების აღმსრულებელი ჩვენივე თანამემამულები, ჩვენი სისხლი და ხორცი აღმოჩნდა. ილია ჭავჭავაძის დღეს 1903 წელს ილიას საფლავზე დაიდგა ცნობილი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი ძეგლი. მწუხარე საქართველო, რომელიც ეროვნული გლოვის გამოხატულია. ილიას მკვლელებს რომ შეევლოთ საქართველოსაც მოყვანეთ. ქაშეთ უწონებულმა ვაჟა-ქშავა. თუ გვიყანან თუ საქართველოს სიკვდილი აღწერია, მაშინ მასთან ერთად შენც უკვე გავიგე. მიმართა წერეთელ ილია ჭავჭავაძე. მისთვის არ მღერო ვითფრინველმა გარეგანმა არა მარტო ხმისთვის გამომგზავნა ქვეყნაცამა მეცამ ნიშავს დაერისდის მიწიერი ზეციერსა ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ რომ წავუძღვე წინაერსა დიდი ღმერთის საკურთხევლის მისთვის ღვივის გულში ცეცხლი რომელისა მოძმედ ვიყო წავუძღვე წინაერსა ჭმულვასა და სიყვარულში ერის ყლული მაჩნდეს წყლულად მეწოდეს მის ტანჯვის წყლული მის ბედით და უბედობით დამედაგოს მტკიცე გული მაშინ ციდან ნაპერწკალი თუ აღმირფეთქს გულში ცეცხლსა მაშინ ვუმღერ მხოლოდ მაშინ თუ მოვწმენ ცრემსაერსა ტანჯვის ცრემსა ჩემო კარგო, რა გინდა ტაში? ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რა გინდა ტაში? რასაც ვცახურობთ კვლავ ერთგულად. რასაც ვცახურობთ მას კვლავ რასაც ვცახურობთ მას წმინდას. ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რა ტირინეტავ? რასაც ვცახურობთ მას ერთგულად. კვლავ ვემსახურეთ. შენ წმინდა სიტყვა მოვფინოთ ხალხში. შენ წმინდა სიტყვა მოვფინოთ ხალხში, რომ ბოლოს საკლავად მათ სულს საერს ვუყუროთ. თუ კაცმა ვერსნო ჩვენი გული ხომ იცის ღმერთმან, რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი. გამოჩენილი პოეტია სადავაძე მოღვაწე სიმონ ჩიქოვანი დაიბადა 1902 წლის 27 დეკემბერს აბაშაშის სოფელ ნაესოკოვოში. მას დედა იმ წელს გარდაიცვალა, როდესაც იგი დაიბადა. მამამისი ივანე ჩიქოვანი სურდოდა, რომ მისი შვილი სამთო ინჟინერი გამოსულიყო. 1914 წელს იგი შედის ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. 1917 წელს მას მამა გარდაიცვალა, რამაც დაამძიმა მისი რითმული ლექსი. 1920 წელს იგი ჩამოდის თბილისში და შედის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მას სტუდენტობის დროს ჩამოაყალიბა ფუტურისტული ლიტერატურის ჯგუფი, რომელიც შემდგომში დაიშალა.
იგი მუშაობდა ჟურნალ მათობის რედაქციაში. შემდგომში კი მისი მფლობელიც გახდა. 1957 წელს მას პოემისათვის სიმღერა დავით გურამიშვილზე და ლექსებისათვის ვინას თქვა ქართლის საღამოები მიენიჭა სახელმწიფო პრემია. მას არაერთი პრემია აქვს მინიჭებული. მისი ცოლი გახდათ მარიკა ელიავა. მათ ყველაზე ლეგენდები დადიოდა. სოფლის სიტყვის მოკლებით სიმონ ჩიქოვას უზომოდ უყვარდა იგი. 1927 წელს დააპატიმრეს მარიკას ძმადარძალი. ხოლო მათი ციეწლოვანი შვილი სიმონმა და მარიკამ მიშვილეს. იმიტომ რომ შემდგომში გვარს არ ჰქონოდა ტრიშვილის სტატუსი. 1962 წელს მარიკას აღმოჩნდა ავტისებიანი სიმსივნე. ამ დროისთვის დიაბეტით დაავადებულ სიმონს ხედულობა კატასტროფულად გაუარესდა, თუმცა ხედი არ შეუშლია ამას მისი შემოქმედებებისთვის. მარიკა უშიტყვოდ იტანდა აუტანელტკივას. რამოდენიმე თვის შემდეგ მან გავლა შესვა, თუმცა ეს ვერ დაინახა სიმონმა, რადგან ამ დროისთვის უკვე დაბრმავდა. 1951 წელს ცხეთაში ჩატარდა არქეოლოგიური გაფრთხილება. პეტერახში სერაფიტას საფლავზე. და არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ სერაფიტას საფლავი ბროწეულის ხეს გაერღვია და ბროწეულის ხის ფესვას გაერღვია და მის სამაჯურში ამოსული იყო. ამ ამბით დაინტერესებულმა სიმონ ჩიქოვანმა ლექსით კი მიუძღვნა მას სახელად ბროწეული პეტერახში საფლავზე. დაისურვა, რომ მის საფლავზეც ყოფილიყო ბროწეული. როდესაც იგი გარდაიცვალა, აუხსნეს ეს სურვილი. მარიკა ყოველდღე დადიოდა მის საფლავზე და დასტიროდა მას. შემდგომში კი მას აღარ შეეძლო მის საფლავზე მოსვლა და დასტირება. ამიტომაც ისურვა, რომ მისი გვამი დაეწვა და სიმონის საფლავზე მოეფქვიათ. როდესაც იგი გარდაიცვალა, მათთან აუხსნეს მას ეს სურვილი და მისი გვამი მისი ფერფი სიმონის საფლავზე მოაფქვიეს. სიმონ ჩიქოვანი გარდაიცვალა 1966 წლის 22 აპრილს. იგი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. ვინას თქვა თითქოს პატარა იყოს ჩემი სამშობლო დიდების ღირსი. ქანჩი ვიმპოვა პატარა ციხე, ვინ მოიგონა სიმცირე მისი. აბა შეადგით ერთმანეთს მთები, მთები შემკულის სხივების სიღმით. შრიალეთ არწივის მთები, მთით გაიგონეთ ყვერილი ირმის. ყოველ მაღლობზე ციხე და კოშკი. ნახეთ აზომეთ ოსტატის მზერით, ან მოაგროვეთ უხსოვარ დროში, ჩვენში დაღვრილი ბუნების ფერი. გაზომეთ ქარი თუ ქარიშხალი, ჩამწუდაულო მოხმოოდა ხელით. წყალემ ქუხარი და საშიშარი და ავათნილი გუმბათი ზევით. წინაპრის მიერ განვლილი სივრცე, ჟამიძლეული გაფრენი მსხერით. და აგორგასლის ნაბიჯი მტკიცე, თადაღბეჭდილი ქართველის წვერით. შეახეთ ბრძოლით გათქმნილი ხელი და რობანდიდან მოტანილ კარებს. და გაიხსნება სამშობლო ჩემი, უსასრულობის შემცვლელი მხარე. ვინას თქვა თითქოს პატარა იყოს ჩემი სამშობლო დიდების ღირსი. ქანჩი ვიმპოვა პატარა ციხე, ვინ მოიგონა სიმცირე მისი. ვაზია სამშობლო, თუ დაბლარია დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია თაში ხელად ხრობილი. ორთავე საოცრად გავს ლოცვას. ლოცვა კი ის არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს. ნოდარდუნდა. ჩემი საყვარელი პოეტი და მწერალია ნოდარდუნდაძე. იგი დაიბადა 1928 წელს. მამამისი ანა ბახტარი მოსამსახურე იყო, ხოლო ბაბამისი ვლადიმერ დუმბაძე ვაიაკოვსკის რაიონული წესის პირველი მდივანი. 1927 წელს მოგარი დედა და მამამისი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო დედამისი კი ციმბირში გააგზავნეს. და მძიმე ცხოვრების გადატანა მოხდა მოდარდუნდა. იგი სწავლობდა თბილისის მეთითმეტის საჯარო სკოლაში, მაგრამ ის ვერ დაამთავრა, რადგან გადასვლა მოუწია ჩოხატაურის რაიონ ზემოდაში. იქ დაამთავრა ხიდისთავის საშუალო სკოლა 1945 წელს, ხოლო 1950 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. მაგრამ მისი ერთადერთი საქმიანობა
ყოველთვის მწერლობა იყო. იგი იყო ჟურნალ გაზეთ ნიანგის რედაქტორი და მწერალთა კავშირის მდივანი. იგი გარდაიცვალა 1984 წელს. დაკრძალეს საბავშვო ქალაქ მზიუში, რომლის იდეა თვითონ დაგვიმბარდეს ეკუთვნოდა, მაგრამ 2009 წელს გადმოასვენეს თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, სადაც ახლა ჩვენ ვიყავით. ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა ვიდრე სხეული. იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ატარება უჭირს. ამიტომ სანამ ცოცხლები ვარ, ერთმანეთს ხელით უნდა შევეშველოთ და უყდავყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვა მსხვისი და ასე დაუსაბამო. რამე თუ იმ სხვა და დასაფლავების შემდეგ არ დასაფლავების შემდეგ დავუბრუნდეთ და არ დავჭეთ მარტონი ამ ქვეყანაზე. ანა კარანდაძე დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. სასულიერო სკოლა დაამთავრა ქუთაისში 1951 წელს. ანა კარანდაძე იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1956 წელს. 1952 წლიდან იგი იწყებს მუშაობას საქართველოს მეცნიერთა აკადემიის ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის ფაკულტეტზე. 1993 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერთა აკადემიის აკადემიკოსად. მას მინიჭებული აქვს 2 ორდენი და ღირსების ორდენი. 1985 წელს მას მიანიჭეს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და გალაქტიონ დავითის სახელობის პრემია. ანა კარანდაძემ ლექსების წერა 11 წლის ასაკში დაიწყო. პირველი ლექსი გამოსცა 1956 წელს ჟურნალ ნათობში და გაზეთ ლიტერატურა და ხელოვნებაში. პირველი ლექსების კრებული გამოსცა 1952 წელს, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა მას. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, პოლონურ, ფრანგულ და სხვა ენებზე. ანა კარანდაძე გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს 93 წლის ასაკში. დაავადებით. სიკვდილამდე 3 თვით ადრე მან გადაიტანა ინსულტი, რაც მდგომარეობის გაუარესების მიზეზი გახდა. ანა კარანდაძის სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და დაკრძალეს თარწმუნის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. შემოვიდეს თუ თავის თავზე გადამისვლა ხელი და მიწახეთ თავს ჩამიყავს უნდა ფხეაღარი ფიზიოლოგიის ფერი დაჭურჭურიეს მის ჩემთან დაჭურჭული და მქმელი მწველი რამის შემოვიდეს თუ თავის თავზე რამის წაზე შემოგვიოს მათ გადაიარეს საპირამიდების ხეთა და მიდია ზღაპრული ურარტო ქართული მინდვრები კვლავ საით მიდიან რამდენი მწვერვალი გადავლეს უკრებლივ კვლავ ფეხქვეშ რაოდენ მწვერვალებს ითვლიან ღრუბლები კვლავ საით მიდიან ღრუბლები რა ვიცი Oh!
საყვარელი პოეტი და მწერალი გიორგი ლეონტოვა დაიბადა 1900 წლის მაიანვარს კახეთის საგარეჯოს რაიონის პატარձორში. მისი მშობლები გახდა ნიკო ლეონიძე და სოფიო გულისაშვილი. სამწუხაროდ გიორგის მამა ოვერსექსში გარდაეცვალა. 5 შვილის აღზრდა დედას დაარტყა მხრებზე. დედა საათობით უკითხავდა მიმსჯელობებს ისტორიიდან გიორგის. ამიტომ გიორგის ბავშვობიდანვე გამოყო მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. 1909 წელს გიორგი მიაბარეს სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1913 წელს სასულიერო სასწავლებელში, რომელიც 1918 წელს წარმატებით დაასრულა. სემინარიაში სწავლის პერიოდი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. აქ მას ასწავლიდა ნიკო კეკელაძე და გიორგი სეიფანიშვილი. 1915 წელს მისი ლექსები და წერილები უკვე იბეჭდება ჟურნალ გაერთებში. 1918 წლიდან იგი შეუერთდა ცისფერყანწელთა სიმბოლისტურ ჯგუფს. 1916 წელს ჩამოაყალიბა ლიტერატურული არმახანი საფრენი, ხოლო 1922 წელს ყოველკვირეული გაზეთი ბახტრიონი. 1931 წელს მას საფუძველი ჩაუყარა მთაწმინდა მწერალთა მუზეუმის ჩანაგებას, რომელიც შემდგომ საქართველოს მწერალთა ლიტერატურულ მუზეუმად გადაიქცა. 1950-55 წელს იგი იყო მწერალთა კავშირის დირექტორი. 1958 წელს შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის დირექტორი. იგი გარდაიცვალა 1966 წლის 9 აგვისტოს, 66 წლის ასაკში. მოწყვეტი ლიების დღიდან მე ვარ დამწვარი შენი მსახური, შენი თაფლი და მარილის დიდამზე შენ დამწერი და გაზაფხული, შენი მკვადრეძით დამაძუძურე შეხები ნათლისა სულში დაზარი, ჩემი დოშა ხარ მოიერიშე, ჩემი ვენახი, ჩემი ტაძარი, შენზე უჭკნობი და დიდებული, რაღამ შემქრას და ვიღამ დამხატოს, გულზე ხარ შეთხეთ მოჭიდებული, ჩემი ვაცნების ხულის ხახადო, მხოლოდ ნადებო სულში ღადო, მხოლოდ ნადებო, ვარჩი ყვეულო, თუ დაგავიწყდა შემახმა სენა სისხლად შემოხსე მეწყეთოვად, სისხლის წინსკალს ასად იყო ნასკრად, შენ უკადრებით და შენ უკადრებით ჩამონადენო, მშვენიერება ცხუშინით ითქვა, დიდება შენ და ჩემონათელო, ქართული სიტყვა.
ვეში ფშენებელი კაცი გავი, ვეში რა სამპატი არის ხომ? სამპატი ისინი яриო ხომ? მივაზე. Gori sargi. Tomriana mivაზე. Tomriana mivაზე. Gori tamita mitas. Sikade. Sichies. Depois isso para nós. Entende? Adoramos. ჩვენ ვიყოფებით ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავზე, რომელსაც ძალიან უყვარდა საქართველო და ქართველი ხალხი. ალექსანდრე სერგეის ძე გრიბოედოვი რუსი პოეტი და დიპლომატი. დაიბადა 1795 წელს მემამულის ოჯახში. მან მიიღო მრავალმხრივი განათლება. 1822 წლიდან ის მსახურობდა თბილისში. დაუახლოვდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახს. დემიგრანტების აჯანყების შემდეგ ის დააპატიმრეს, მაგრამ ფარული საზოგადოების წევრობა ვერ დაუმტკიცეს და ისევ გაანთავისუფლეს. 1822 წელს მან ცოლად შეირთო ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული ნინო. 1829 წელს თეირანში აჯანყებულმა ბრძოლამ იმსხვერპლა. ნინომ ალექსანდრე გრიბოედოვის სასწავლებელში გაიცნო. როდესაც ალექსანდრე გრიბოედოვი გარდაიცვალა, ნინო მხოლოდ 16 წლის იყო. მას გარს უამრავი თაყვანისმცემელი ეღვია, მაგრამ ნინო აღარ გათხოვილა და გრიბოედოვის ხსოვნის ერთგული დარჩა სიკვდილამდე. გრიბოედოვის საფლავზე აღმართული არის ნინოს ძეგლი, რომელიც პირქვია დამხობელი და ტირი. ჩემს საყვარელი მწერალი აკაკი. იგი დაიბადა 1840 წელს. აღიზარდა გლეხის ოჯახში სოფელ სავანეში, შემდეგ კი გადავიდა მშობლიურ სოფელ სკუტელში. 1853 წელს იგი შევიდა კლასიკურ გიმნაზიაში. 1859 წელს გაემგზავრა პეტერბურგის უნივერსიტეტში სასწავლებლად, რომელიც 1873 წელს დაამთავრა. იგი ხელმძღვანელობდა მრავალ ჟურნალ-გაზეთებს. მათ შორისაა ერთ-ერთი იუმორისტული გაზეთი ხუმარა, რომლის პოლიტიკური მიმართულებების გამო იგი 1907 წელს ციხეშიც კი იჯდა. მას ძალიან დიდი განათლება აქვს მიღებული. მან ჩამოაყალიბა საქართველოს შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. 1915 წელს აკაკი გარდაიცვალა. იგი მთელმა საქართველოს მიიღო. აკაკის შავ საფლავის ქვაზე სიმებიანი ჩანგია გამოსახული. მასზე მხოლოდ ერთი სიტყვა აწერია: აკაკი. თაწმინდა შაფიქრებულა შეხურეთ ცისკრის ვარსკვლავსა, ნათობის სხივებს მაღლითმეს თავდადებული საფლავსა, დადუმებულა თაწმინდა ისმეს დუდუნსა მტკვრისასა, დინარეს ნანას უმღერის რაინდსა უჩსა მტრისასა, თაწმინდა გულში იხუტებს საშვილი შვილო სამარეს, მამა დავითსა ავედრებს აბარებს ქვეყნის მოყვარეს, გოსანი გრძნობა მორევი თვალსაოლებს არემარესა და გულის პასუხს ნანარად უმღერის ტურფა მხარესა. ცაფირუს ხმელეთ ზუმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო, სნეული დაბრუნებულა რკუნალად შემეყარეო, ვერავიტანე ობლობა სისხლის ცრემლები მყარეო, და წამძლია გულმა და სულმა შენს დახვას დავეჩქარეო, წინ მომეგემნენ ღიმილით შენი მზე შენი მთარეო, გუნდი და გუნდი ვარსკვლავი მოკაშკაშ მოვევარეო, გულში იფეთქა სიამე სევდები უკულ ყარეო, იადავარდი გამხმარი შხელახლა გამიხარეო, ცაფირუს ხმელეთ ზუმუხტო სული ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ შენთვის მოვკვდები შენზე და გული არეო ნუც ყდარს გამწირავ ცოცხალ შენს ზეკალთა დავაფარეო და რომ მოვკვდები გახსოვდეს ანდერძი დავიბარეო დედა შვილობამ ვერ საკითხოს შენს მიწას მივაბარეო ცა ფირუს ხმელეთ ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო ჩემი საყვარელი მწერალია ვაჟა ფშაველა მწერლის ფსევდონიმია. ის ამ ქვეყანას ლუკა რაზიკაშვილის სახით მოევლინა. დაიბადა ფშავში 1861 წელს. მდინარე ჩაგრუას პირას მგარ პატარა ქვითკირის სახლში. მის გარდა კიდევ მშობლებს 5 შვილი ჰყავდათ. მამა პავლე მღვდელი იყო, დედა კი გულქანი. წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი, მაგრამ დიდად ნიჭიერი. ვაჟა ფშაველა დედამის ახასიათებს, როგორც მეოჯახე, კეთილი, მეზობლის დამხმარე. წიგნის სიყვარული ბავშვებს მამამ ჩაუნეგა, მისგანო შეითვისეს სიძარმასის სიზურვილი, ვაჟკაცობის დაფასება. 8 წლის ლუკა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. პატარა ფშაველმა თბილისში სწავლის დროს თავისი ლექსების რეული მიუტანა ცნობილ მწერალს ანტონ ფურცელაძეს, ვისგანაც ქება დაიმსახურა და წახალისდა. ჩემო ვაჟა მასწავლებლობას იწყო. ცოტა ხანში 1883 წელს იგი პეტერბურგს მიემგზავრება სწავლის გასაგრძელებლად. მალევე ორ წლის შემდეგ იგი უკანვე ბრუნდება უსახსრობის გამო. ბრუნდება 1890 წელს ერთ თვეში გარდაეცვალა დედ-მამა. შემდეგ ძმები გაიყარნენ. სულ ბოლოს ვაჟა დაუკვირდა და ჩარგავში. და დარჩენილი სიცოცხლის წლები იქ გაატარა. ვაჟა სამეიეროდ მის მწერლობით გამოუჩნდა ისეთი დამფასებელი, როგორიც ილია ჭავჭავაძე იყო. იგი ყველანაირად ძინავდა მის მდგომარეობის შემსუბუქებას. ახლოვდება ალბეთითი 1915 წელი. ჯერ აკაკი წერეთელი გარდაეცვალა. მის დასაფლავებას ვაჟა ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო. ვაჟას ამავე წლის მაისში ჩაუტარეს ლიტერატურული საღამო წარწერით ქართული პოეზიის არწივს. იგი გარდაიცვალა 1915 წლის 27 ივნისს წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ლაზარეთში. იგი მან სიკვდილის წინ რამდენიმე ხნით ადრე თის წყალი ინატრა. უკანასკნელი სურვილი მას შეუმღონნა და სანდრო რაზიკაშვილმა აუსრულეს. იგი აუსრულეს. რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოვალ წვიმადა, რომ ყოფილიყავ მუდამ აღრუბოთ გულმკერდის მძივადა. მიწაზე გადმოსაგდება ცვარად, ან თოვლად ცივადა, არ გამწირავდა პატრონი ასე ოხრად და ტივლადა. ცაშივი ამიტაცებდა, თან მატარებდა შვილადა, ასე არ დამჭირდებოდა, სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა. მზის მოტრფიალები ვლით, სიკვდილით გამაწბილადა. მაღლაცაა დაბლახმელეთი, მე მექნებოდა წლა და გავიხარებდი მთავარსა, ოდეს ვნახავდი მწვანესა. მორწყულსა ჩემი ოფლეთა, ყვავილებს შიგნით გარეთა, გადავუშლიდი გულმკერდსა, დღისით მზეს, ხამით მთვარესა. სიცოცხლეს ვახსნობინებდი, მომაკვდავარე მარესა. თოვლად ქცეულსა გულშია, ცეცხლად იმედი მრჩებოდა, რომ ისევ, ჩემი სიკვდილით სიცოცხლედ გადიქცეოდა და განახლებულ ბუნებას ყელყურზედ მოეხვეოდა.